არის ეს ბომბა, არის ეს საქართველოში პირველი და ეს გააკეთა მათე მოტორსმა და გელენვაგენმა. მოგესალმებით. თელ საქართველოს მოსახლეობას მინდა უთხრა, რომ გელა ბარკალაიას თუ რატომ აქვს ახალგაზრდებთან კავშირი. უყურეთ როგორ არის. თუ არა ახალგაზრდები, როგორ შეიძლება ადამიანმა ბიზნესი გააკეთოს, ხო? ახლა მოდი ავიღოთ აი ეს გოგონა. ვიღაცამ დაგვიწერა, რომ რატომ დასდევს, რატო დადის ეს გოგონა სულ გელასთან. უყურეთ, მე მინდა აგიხსნათ ყველას. აი ამ გოგონამ იცის პირველ რიგში ავტომობილის ტარება კარგად. მეორე, იცის ინგლისური, იცის რუსული, იცის ჩინური, იცის არაბული. და ეს გოგონა არის მეგრელი არ არის, ეს არის მესხი. მის სახშიც ვიქეიფეთ ერთი კვირის უკან და არის როგორ ჩვენ ესე მითხრა, რომ როგორ თქვენ ხართ მეგრელები, ისე ვარ ჩვენ მესხებიო. და ამიტომ არის ჩვენს გვერდზე. თან არის ფოტო მოდელი, ხო? და უნდა მივცეთ შანსი, რომ ის გახდეს ქვეყანაში პოპულარული. ერთი ებრაელი მოვიდა ერთი კვირის უკან და გვითხრა, რომ რეკლამას გაგიკეთებთო და ჩემს Facebook-ზე თუ არ ვიცი რა ქვია მაგას, Instagram-ზე თუ ასე შემდეგ, ორ დღეში 70,000 ნახვა აქო. ჩვენ უთხარით, რომ ჩვენ გამარჯვებას გეტყვით და 9 მილიონი გვექნება საღამომდეო. კაცმა არაფრით არ დაიჯერა, ამიტომ წავედით ბათუმში და ერთი რაღაც მომენტი ჩავწერეთ, მერე თბილისში ჩავწერეთ და აქვს 1,800,000 ნახვა. მე ახალგაზრდებს მინდა ვასწავლო, წინ წავწიო და თავისი თვალით ნახონ ყველაფერი. ხო, თქვენ ახალგაზრდები ხართ, ხო? ესეც დღეს არის პრაქტიკა. აი ამ წუთას, რასაც თქვენ ნახავთ, საქართველოში ჯერ არავის არ გაუკეთებია, რომელსაც მე და ანი გავაკეთებ. აი ამ ავტომობილს, რასაც ქვია გელენვაგენი, რომელიც ჩამოვიდა 3-4 დღის უკან, არის 0 კილომეტრით და არის პირველად ამიერკავკასიაში პირველი ელექტრომობილი გელენვაგენი და მას აქვს ნომერი GB. მე და ანი განახებთ ახლა რას გავაკეთებთ ჩვენ. ეს ავტომობილი ნახე არის 0 კილომეტრით, ახალი არის, ცელოფნებში არის და არის სრულიად ელექტრო. პირველად შემოვიდა საქართველოში და ეს არის გერმანიის Mercedes-ის ქარხნის დამზადებული უშუალოდ საქართველოსთვის. მოდი დავტესტო და რა არის ეს ტესტი. დაგვე არის ეს ბომბა, არის ეს საქართველოში პირველი და ეს გააკეთა მათე მოტორსმა და გელენვაგენმა. აი ეს არის ბახში რო ვიყავი, ბახშიც პირველი ვიყავი. სკოლაში რო ვიყავი, სკოლაშიც პირველი ვიყავი. ქუჩაში რო ვიყავი, ქუჩაშიც პირველი ვიყავი. ციხეში რო ვიყავი, იქაც მაგარი ბიჭი ვიყავი და ჩემს საქმეში, ჩემს ბიზნესში ვარ ძალიან მაგარი, რომ ხელი შემშლელი პირობა რო არ იყოს. ჩაობარეთ თუ არა ტესტი? დიდი მადლობა. გაიხარეთ. 2 მილიონი ნახვა უნდა გქონდეს, ხო? ერთ დღეში 2 მილიონი ნახვა.